გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობის თვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ. მოგესალმებით ბატონ დავით, მივესალმებ მაყურებლებს, მადლობა მოწვევისათვის. დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ კრიზისზე, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ იმ ხელმოწერების თაობაზე, რომელთა შეგროვება მიმდინარეობს და უშუალოდ ესახება რუსეთ-საქართველოს დიალოგის დაწყებას, როგორც ვიცით უკვე 50,000 გასცდა ეს ხელმოწერები. რაიმე შეფერხება ხომ არ არის ამ კუთხით და თქვენ როდის ვარაუდობთ ბატონ მიხეილ, როდის დასრულდება ეს პროცესი, როგორც ცნობილია 100,000 ხელმოწერა უნდა აგროვდეს. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. დღეს უკვე რამდენიმე საათ შეbat 9 საათი შეიძლება უკვე 55,000 იქნება ელექტრონულად ხელმოწერილი და დაახლოებით 60,000-მდე არის ხელმოწერები გაკეთებული უკვე ეს ჩვენ ბლანკებზე რეგიონებიდან გვიგზავნიან ხელმოწერებს, გვიკავშირდებიან. კიდევ ერთხელ განმეორდები, რა აუცილებლობა იყო თავიდან, რომ დავიწყეთ 13 მაისს ამის გაკეთება, 13 მაისს მოხდა მისი დეკლარირება, რომ დავდეთ ამ საიტზე, რომელსაც ქვია manifest.g, საჩიულენების მიერ შევიდეს და მოაწეროს ხელი და 6 მაისს იყო გაცხადებული აი ამ თავისუფალი ტრიბუნის ფარგლებში ამ ხელმოწერების დაწყება, რომელსაც უნდა მოუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას აქტიურად დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, იმიტომ რომ მაშინაც აქტუალური იყო ეს თემა და მით უმეტეს დღეს, როდესაც ესეთი კრიზისი არის და ომია გაჩაღებული ჩვენ სამეზობლოში, შეიძლება ასე ითქვას, ეს ხელმოწერები და რუსეთთან დიალოგის დაწყება არის აქტუალური. მე მინდა ტელეფონის ნომერი და მისამართი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვირეკავს სამწუხაროდ ვერ ახერხებენ ხშირ შემთხვევაში ელექტრონულად ხელის მოწერას და მე ყველას ვთქვი რომ მაქსიმალურად შეეცადონ ელექტრონულად დაფიქსირდეს 100,000 ხელმოწერა და ოფისში დღეს დილიდან მოდის ჩვენი თანამოაზრეები გვირეკავენ, გვიგზავნიან ვისაც როგორ შეუძლია, ზოგი ელექტრონულად გადაღებულ ამ ბლანკს გვიგზავნის, ფოტოსურათით გვიგზავნის, ზოგი შემდეგ მოაყოლებს უკვე დედას, ასე რომ აქტივობა არის საკმაოდ მაღალი. შეფერხება იყო ორჯერ, საიტი გაითიშა. არ ვიცი ახლა ჩვენ გამოგათიშეს, ტექნიკური გათიშვა ქონდა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღე გათიშული იყო და ამან ოდნავ ეს პროცესი შეაფერხა. თუმცა დიდი მადლობა მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ამ აქტიურობისთვის და იმ გაგებისთვის, რომელიც მოსახლეობაში არის და ყოველდღიურად რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა კატასტროფულად იზრდება. ან სურვილი მოსახლეობის არის ძალიან დიდი და ამაში ჩვენ ერთად ავარ და მე ყველას მადლობას ვეუბნები, ისინი მადლობას გვეუბნებიან ამ ინიციატივისთვის და არის ტელეფონი მონიტორზე გამოტანილი, ტელეეკრანზე გამოტანილი არის ტელეფონი, ეს არის ჩვენი ტელეფონი პარტიის, ეს არის მისამართი, სადაც მსურველებს შეუძლია მოვიდნენ და მოაწერონ ხელი, დაგვიკავშირდნენ, თუ ვერ შედიან ელექტრონულად დავაკვალიანოთ, დავეხმარებით მაქსიმალურად და ეს სამუშაო გაგრძელდება ალბათ ერთი თვე კიდე გვინდა დაახლოებით ცოტა მეტი ცოტა ნაკლები, რომ ჩვენ შევიდეთ იმ ფაზაში, რომ უკვე 100,000 იყოს ელექტრონულად და დანარჩენი ერთი მაგდენი თუ ერთ მაგდენზე მეტი აუცილებლად 100,000-ზე მეტი ჩვენ გვექნება ასე ვთქვათ ბიულეტენზე დაფიქსირებული. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებები უსურვოთ ერთმანეთს. ეს არ არის ერთი პარტიის, ეს არ არის ერთი კაცის, ეს არის მოძრაობა, რომელიც გამოწყებული არის და მრავალი ორგანიზაცია ამაში ჩართული და ერთობლივად ვაკეთებთ ამ საქმეს. ჩემი მხრიდან დავამატებდი უბრალოდ ახლა ვაკვირდები ამ პროცესს, ამ ხელმოწერების შეგროვების პროცესს და თავად პარტიის აქტიურობას. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ხელმოწერების შეგროვების მიწურულს, ანუ როდესაც აგროვდება ეს 100,000-ზე მეტი ხელმოწერა, თავად გეოპოლიტიკური სურათიც ისეთი იყოს რეგიონში, რომ უფრო მეტად ერთი-ორად აქტუალური გახდეს ეს შედეგი. და რა იგულისხმება ამაში? ახლა არავისთვის საიდუმლო არ არის, როგორ უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის დილიდან გადავხედე საინფორმაციო სააგენტოებს, თუ კი ისრაელის ოფიციალური პირები და სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სრულად აკონტროლებენ
ირანის საჰაერო სივრცეს და უშუალოდ თეირანის თავზე ცას. ასევე ირანის შეერაღებული ძალები, ეს ქსირი ეგრეთ წოდებული, პირდაპირ აცხადებს იმის თაობაზე, რომ ისინიც ანალოგიურად აკონტროლებენ დაამყარეს კონტროლი თელ-ავივის ცაზე. Ну, აქ იერუსალიმს იმიტომ არ ვამბობ, რომ ძირითადად ახლა თელ-ავივში არის მართვის სადავეები, სახელისუფლებო შტოები, დაწესებულებები განთავსებული და შესაბამისად აქცენტი ახლა ამჯერად უფრო თელ-ავივზე აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკას. და ეს ქმნის დაძაბულობას, ну, იმაზე უფრო ვრცლად, რა თქმა უნდა, გადაცემის მსვლელობის დროს ვისაუბრებთ, თუ რა მოძრაობებია იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ხო და აი ამ ვითარებაში, როდესაც დღითი დღე უფრო და უფრო იძაბება ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის და თამამად შეიძლება უკვე ითქვას, რომ არ არის გამორიცხული, ახლა ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი, მას პირიქით ამბობენ ებრაელები, ისრაელის ხელისუფლება, რომ თუ კი ასეთი იარაღი ირანს აქვს ან ექნება, პირველ რიგში გამოიყენებს ისრაელის წინააღმდეგ. მაგრამ არაოფიციალურად ახლა ისრაელი არ არის ბირთვული კლუბის წევრი, მაგრამ ყველგან და ყოველთვის მითითებულია, რომ ისრაელსაც აქვს ამერიკული ტაქტიკური იარაღის მარაგები, ან ბირთვული იარაღის და არც ის არის გამორიცხული, რომ ისრაელმა გამოიყენოს ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ირანის წინააღმდეგ. ამ სიტუაციაში საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე პირდაპირ შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონალურ ეპიცენტრში და საფრთხის წინაშე, ანუ სერიოზული გამოწვევის წინაშე. როგორც შედეგებით, ასევე თუნდაც იმ შედეგით, რასაც ქვია ლტოლვილების დიდი ნაკადი საქართველოს მიმართულებით, ანუ სამხრეთიდან, ირანიდან ამოსული ჩრდილოეთისკენ, საქართველოსკენ დიდი ნაკადი ლტოლვილებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილ, რა პრევენციული ზომებია მისაღები გარდა იმ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებისა, რომ ძალიან შეშფოთებულია საქართველო იქ მიმდინარე მოვლენებით და ამასთანავე ჩვენ ყოველდღე უყურებთ, რომ უფრო და უფრო იძაბება და ვიწროვდება რკალი თვითონ ირანის პრობლემის მიმართ. ამას ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები, ბოლო განცხადებები. სიტუაცია მოგეხსენებათ ყოველდღე იძაბება, ის მოლოდინი, რომ დაუშვათ ისრაელი შეძლებდა პირველი დღის შედეგების შედეგად ბევრმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, რომ დამთავრებულია უკვე ყველაფერი, ისრაელს აქვს სრული უპირატესობა. პრაქტიკულად პირველივე საათებში გაუნადგურა სამხედრო ხელმძღვანელობის ელიტა იყო ნაწილი ელიტის განადგურებული და ირანის მხრიდან რამდენიმე 7-8 საათიანი დუმილი იყო. თუმცა მე როგორც მოხდა, ისე განვითარდა სიტუაცია. მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად ისრაელს საქმეში რა თქმა უნდა არ ვერევი, მაგრამ აი შორიდან რო უყურებ, გარკვეული დაზვერვის შეიძლება შეცდომაც იყო. სხვა მოლოდინები იყო, რომ აი ძალიან მალე ერთ დღეში, ორ დღეში აიძულებდნენ ირანის ხელისუფლებას, კაპიტულირებას, მოითხოვდნენ მის გადადგომას, ხა წარმოუდგენელია იქ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. ეს არის გამორიცხული 80 მილიონიან ქვეყანას, ნამდვილად ვერ შეუუტევს ახლა ისრაელის სახელმწიფო, მიუხედავად მისი სამხედრო პოტენციალის, მათი სამხედროების мотиваციის და პატრიოტიზმის მიუხედავად, სახმელეთო ოპერაციაზე აქ საუბარი არ არის, გამორიცხულია, მაგრამ აი ის იმედები, რომ დაუშვათ ერთ საათში, ერთ დღეში, ორ დღეში მოხდებოდა ირანის კაპიტულირება და შიგნით მოხდებოდა ის ვითარება, რომ თვითონ ირანის მოსახლეობა, ირანელები გამოვიდოდნენ თავისი მართველი პარტიის წინააღმდეგ, როგორც თუნდაც რეჟიმის წინააღმდეგ და მოხდებოდა იქ ხელისუფლების შეცვლა. უკვე მეორე-მესამე დღეს აღარ მალავდა დასავლეთი, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და არანაირ შემთხვევაში ირანის ოკუპირება, ანექსირება, ეს გამორიცხული არის და უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. და ამ ხელისუფლებამ უნდა მოიყვანოს უფრო ლოიალური ხელისუფლება, მაგრამ ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია არის. ის ერთ-ერთმა მეთაურმაც თქვა, ირანელმა მეთაურმა, რომ ვერ ეღირსებიან, რომ ირანი იყოს აი ამ დასავლური ინტერესების მიერ გამოყენებული და დამყარდეს ეგ მართლობა, მათი მართლობა ირანზე. ნახეთ რა სიტუაცია არის ბოლო პერიოდში, ახმად ნეჯათის შემდეგ
ირანს ყავს რაისი და დღევანდელი მმართველი. ესენი უფრო დასავლური სტილის მმართველები არიან, დასავლეთის მიმართ საკმაოდ სიმპათიით განწყობილები და როდესაც შენს მიმართ სიმპათიით განწყობილ ხელისუფალს აი ამ პრობლემას უქმნი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თორე ხა ახმადინეჯადი ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან მოწესრიგებული, საკმაოდ პატიოსანი, ეტყობოდა ადამიანს თავის ჰაბიტუსზეც, ჩაცმაზეც, ცხოვრების წესზეც და ამ დროს მის შემდეგ ორი ლიდერი დასავლეთის მიმართ საკმაოდ სიმპათიებით იყო განწყობილი. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დასავლელი ლიდერებისთვის, ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი აი ეს აღმოსავლეთის შირო ჩაატარეს რევოლუციები და ყველა ქვეყანას უათავისუფლებდნენ ვითომ დიქტატორებისგან, რა მდგომარეობაში ჩააგდეს ის ქვეყნები, ხო? იგივე ლიბანი, იგივე ავღანეთი, იგივე სირია. ანუ ამერიკელები, დასავლელები, ანგლოსაქსები, ევროპელები თვლიან, რომ ისინი სიკეთეს უკეთებენ იმ ქვეყანას, სადაც ამხობენ ხელისუფლებას. ასე მოჩვენებითი სიკეთე. არა, რა სიკეთე აქვს ახლა ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ამ ქვეყნებს, გნებავთ ავღანეთს, გნებავთ ერაყს, გნებავთ სირიას, რა სიკეთეში არიან ჩვენ ვხედავთ, ხო? და ჩვენ გვაქვს სურათები ომამდე და ომის მერე. ანუ ოკუპაციის და ოკუპაციის ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ბატონ მიხეილ, მინდა გითხრათ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ხშირად, ეხლაც ვნახე, ფოტოები, როგორ დადიან მოკლე კაბებში ირანელი ქალბატონები, ეს არის აქ საუბარია და მინაწერებია ყოველთვის იმას, რომ აი ნახეთ, როგორი ცხოვრება იყო 1979 წლის რევოლუციამდე ირანში. კი ბატონო. მაგრამ აქ არავინ არ იძახის იმის თაობაზე, რომ 1979 წლამდე ირანში არ იწარმოებოდა ელემენტარულად ასანთიც კი. მაგრამ მას მერე რაც რევოლუცია მოხდა, ეს ქვეყანა ტექნოლოგიური თვალსაზრისით მანქანათმშენებლობა, კვანტურ ფიზიკაზე, ну, გასაგებია, რომ ეხლა ბირთვულ პროგრამაზე აქვს მუშაობა და მოლეკულურ ბიოლოგიაში და სერიოზული წარმატებები აქვს. ანუ ირანელი მეცნიერები ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი გახდნენ. ეს ეხება კვლევას მედიცინაში და ასე შემდეგ, სხვადასხვა ფუნდამენტურ მეცნიერებებში. ხო და ესეთი რეალობაა და ამ ქვეყანას ყავს ყველაზე დიდი პროცენტი ახალგაზრდების. ანუ ახალგაზრდა ქვეყანაა, კი აქ იგულისხმება ასაკობრივი ჯგუფი ადამიანებისა, ვთქვათ 18-დან 50 წლამდე შრომისუნარიანი ადამიანების პროცენტი არის ყველაზე მაღალი. რატომ არის ეს პროცენტი მაღალი, ვინაიდან მათ არ აქვთ პირდაპირ თქვათ, აი ჩვენი მოსახლეობისთვის გასაგებენაზე, ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებენაზე. მათ არ ყავთ ნარკომანები, მათ არ ყავთ ალკოჰოლ დამოკიდებულები. ნუ რელიგია ამას, ანუ ლოთები არ ყავთ. აქვთ მაღალ დონეზე მედიცინა. ამ ქიმიური მრეწველობა. კი, მრეწველობა. ანუ მაღალი პროცენტია ჯანსაღი ცხოვრების წესისა. დასაქმებულთა რაოდენობა ყავთ დიდი. გამოთვლილი იყო რამდენ კილომეტრს თვეში აშენებენ მეტროპოლიტენებს. თეირანი, ისფაჰანი დიდი ქალაქებია. ხო და აი ამ დონეზე მობილიზებულია ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ანუ გასაგებია იმ სამხედრო პირის მაღალჩინოსნის გამონათქვამი, რომ ჩვენ არ დაუშვებთ კოლონიურ მმართველობას, დასავლეთის კოლონიურ მმართველობას ირანზე. და კიდე ერთი მომენტი, ახლა არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ მე რაიმენაერად ირანის მხარეს ვარ, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ასევე ჩემი დიდი სიმპათიები რიგით ებრაელ მოქალაქეებს, ისრაელშიც ვარ ნამყოფი, ებრაელი მეგობრებიც მყავს, არანაირად. მე უბრალოდ წმინდა სტატიკაში, აი მინდა ვთქვა, რა პლუსები აქვს, რეგიონიც ახლომდებარეა. მათ შორის არის ერთი ქვეყანა, ისრაელს და ირანს შორის. ძალიან მოწესრიგებული ხალხია. აი თუნდაც ძველ პანოს რო დავაკვირდეთ, აი მოზაიკას ალექსანდრე მაკედონელი რო იბრძვის პერსების წინააღმდეგ, აი დაახლოებით ასეთი უძველესი ცივილიზაცია ირანი, სპარსული ცივილიზაცია, ასევე ებრაელები, ხო, ანუ დაწყებული მოსეს ძველი აღქმიდან დაწყებული. აქ არის პრობლემა ეგზისტენციალური. ეს ორი ერი დაპირისპირებულია, ну, საუკუნეების განმავლობაში. Ну, ვიცით ამ პალესტინის პერიოდში რა ხდებოდა და როგორ და რანაირად. მაგრამ ისევ კვლავ ირანს რო დაუბრუნდე, ეს ქვეყანა ცდილობს თავის სუვერენიტეტის გამტკიცებას.
მე ნამდვილად არ ვიცი მართლა მუშაობენ თუ არა ბირთვულ იარაღზე, მაგრამ ისევე როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებს მშვიდობიანი ბირთვული ანუ ატომის განვითარების უფლება რასაკვირველია მათ აქვთ. თუმცა ეს ისრაელის ეს პირდაპირი დარტყმები ირანზე მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს ამ მოსაჩი ან თვითონ ისრაელის ხელისუფლებაში სხვა ეჭვები აქვთ და მიაჩნიათ, რომ ირანი სადაცაა დაბეჭდავს ამ ბირთვულ იარაღს. თუ აქამდე მივიდა, რომ მოხდეს რომელიმე, არ ვიცი ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ეს და ფლოტი ამოძრავებული ყავს. სპარსეთის ყურიდან დაწყებული, რა ვიცი, მთელი ფლოტი ბაჰრეინში ბაზაზე მობილიზებული გამოსულები არიან, მთელი ხომალდები, იქ პერშინგებიც აქვთ და ტომაგაუკებიც და ყველაფერი აქვთ. თუ მოხდა ეს ღმერთმა დაიფაროს და ბირთვული შეტევა თუნდაც ტაქტიკური იარაღით, რომელიმე ირანულ ქალაქზე. 80 მილიონიანი ქვეყანაა. ეს არის ლტოლვილთა უზარმაზარი არმია. აქვე ჩემი მხრიდან დავამატებ და ვიტყვი, რომ ის შეხვედრა, რაც ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აგერ გასულ კვირას თურქეთში, ანუ თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა დაიბარა, პირდაპირ ამ სიტყვას გამოვიყენებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი ანკარაში. რაზე მიუთითებს ეს? როგორც ჩანს, რაღაც გადალაგებაა ის განცხადებები ასევე ისრაელის წინააღმდეგ, რაც ერდოღანმა გააკეთა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საფრთხე რეალურია და გამოწვევის წინაშე, დიდი გამოწვევის წინაშე დგას რეგიონის ქვეყნები, იგივე საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ჩვენ არაერთხელ გვიქნავს, რომ ეს გამოწვევა ძალიან სერიოზული არის და პრაქტიკულად საქართველოს დღეს არის დაუცველი, საქართველოს არ აქვს ის საშუალება, ჩვენ ელემენტარულად თავს ვერ ვიცავთ იმ შემოდინებისგან, რომელიც არის საკმაოდ მშვიდობიანი, ხო? აი ეს ხალხი, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ისინი არიან საკმაოდ მშვიდობიანად მოსულები, დასაქმდნენ საქართველოში, დღეს რაღაც საშნელი რამ ნახე რა, რაღაცა გოგო მიუტანა ხინკალი. ანუ ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე რა, ახლა არ მინდა ძალიან გავბრასდე რა. ჩვენი მდგომარეობა არის სავალალო. ჩვენ პატრონი ვერ ვიპოვნებთ. ანუ ამერიკელები მიდიან, სხვა ქვეყნები ჯერ გავლენას ვერ ამყარებენ. ვერ არის სიტუაცია და ანუ ქვეყანა არის გახსნილი ყველა მხრიდან. არანაირი დაცვა არ გვაქვს. არანაირი საშუალება არ გვაქვს ჩვენ იმის, რომ საქართველოს და ქართულმა კაცმა თავისი თავი დაიცვას, ხო? წამოვლენ ის ტოლვილები. გამწარებული, უპატრონო, მაპატიეთ, საკარგული, უფულოთ და შემოგვეცევიან ჩვენ. ახლა ძალიან არ მინდა მაქსიმალურად თავი შევიკავო და ეთერში არ ვიჩხუბო, ხო? სად ვიყურებით რა დროს ახლა აქეთ-იქ ცირბილია, უნდა ჩაკეტო ეს ქვეყანა და მაქსიმალურად, მაგრამ ამას სჭირდება პირველი პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა ჩაკეტო, მეორე სჭირდება ძალა და მესამე სჭირდება ხალხის კონსოლიდაცია. იცით რა ხდება ირანში? აი ეს ირანელები, რომლებიც გაქცეულები არიან, შახის დამხობის შემდეგ რომ გაიქცნენ და რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, ისინი ბრუნდებიან ირანში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უნდა უხაროდეთ, ხო? ეს რაც ხდება. და მზად არიან, რომ ჩაერთონ და დაიცვან თავის ქვეყანა. უფრო მეცაც გეტყვით. ამ წელს დასაწყისში გაუქმდა, მე მგონი ეს მორალის პოლიცია თუ რაღაც მაგდაგვარი ქონდათ რა, რომელიც აკონტროლებდა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ადამიანის ქცევას, ქალბატონებზე საუბარი. აი ვინც გასამართლებული იყო, ვინც დაჭერილი იყო, დაჯარიმებული იყო, ისინიც გამოვიდნენ და დადგნენ დღეს თავისი ქვეყნის გვერდით. ანუ რის თქმა მინდა, ეხლა ღმერთმა დაიფაროს ამის მეასედი რომ მოხდეს საქართველოში. თქვენ წარმოგიდგენიათ აქედან გაქცეულები ნაცმოძრაობის თუ სხვა ოპოზიციური ძალები, რომელს თავისთავად ეძახიან უცხოეთში, ისინი რა პოზიციას დაიჭერენ და აქ ვინც არიან, ისინი აი მეხუთე კოლონას რომ ამბობთ, ხო იცი, აი მეხუთე კოლონას ჩაგიტარებენ უპრობლემოდ. ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ ამ ერის ადეკვატურობაზე, თავისი სამშობლოს, თავის ქვეყნის სიყვარულზე და იმაზე, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი. ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანაა, ერთ-ერთი უძველესი, როგორ გითხრათ რა, ცივილიზაციის და საქართველოსთან ისინი მოდიოდნენ, ვიცით ეს ისტორია, ჩვენ ძალიან ბევრი რამე აღებული გვაქვს.
სპარსეთისგან ძალიან ბევრი რამე აღებული გვაქვს და ის რაც დღეს ხდება ჩვენს არის ტრაგედია. უფრო მეტი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს ღმერთო დაიფაროს, იქ მოხდეს ან ტაქტიკური ან ვერც დაუშვებ იმას, რომ დიდი ბირთვული აფეთქება მოხდეს. რომლის დროსაც საერთოდ საქართველო იქნება დაუცველი. ჩვენ არა გვაქვს ელემენტარული ერთი გვირაბი გქონდა, რომ გადიოდა იმაში, რა ქვია, ბოტანიკურ ბაღში. და ისიც ხან საკონცერტო დარბაზად გადააკეთეს და ხან რაღაც უბედურებად, ხო? ჩვენ ელემენტარულად მეტროს გარდა არა გვაქვს ადგილი, სადაც ადამიანმა ღმერთო დაიფაროს, თავი შეაფაროს და ეს ქალაქი მილიონნახევრიანი ქალაქი აღმოჩნდება და ერთი ჭორი რო გავარდეს. რომ იქიდან რაღაცა წამოვიდა ღრუბელი ან ქარმა წამოიღო, ამის ჩვენი მდგომარეობა იქნება კატასტროფული. კატასტროფული მდგომარეობა იქნება. ამას ვერ გააკონტროლებს და სამოქალაქო თავდაცვა არ არის. სკოლაში ვსწავლობდით, აირწინაღები ქონდა. ერთი ანეკდოტი მახსენდება. ერთ რაიონში ჩავიდნენ და შეამოწვეს ეს სამოქალაქო თავდაცვა და აირწინაღები რატოა დაზიანებულიო და ნუ რა ვქნათო და ბირთვული ომი რომ მოხდესო, შევწყვებით ბატონო. აი ამ დონეზე მისული ქვეყანა ყველა სკოლაში იყო საწყობი კი ბატონო აირწინაღების იყო მოკლეიანი იყო ჯიბი რესპირატორიანი ყველანაირი აირწინაღები იყო ზუსტად ვიცოდით როგორ უნდა მოქცეულიყავით რაღაცა რომ მომხდარიყო ხო ხა მაშინ თუ იყო ასეთი საფრთხე დღეს არ არის საფრთხე დღესაც საფრთხეა ვინმე საქართველოს მოსახლეობას რომელიც ძალიან შეშინებულია ვინმე გამოვიდა და უთხრა ღმერთთან დაიფაროს რამე რომ მოხდეს ყველაფერი ხდება ხო? აი როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? სად მივიდეთ? ვის სალია ამისთვის? მაპატით ერთმანეთი დაჭამეს ამ იმაზე, რა ქვია, ვინ უფრო მეც იტყვის და ვინ უფრო მეტი რეიტინგი აქვს და ვის უფრო დაბალი რეიტინგი აქვს. ამაზეა საუბარი და კიდევ ამბობ ირანელები, რომლებიც სამწო საიცოცხლო ბრძოლაში არიან, აი ამ თავის ხელისუფლებასთან განდევნილები, დაჭერილები, გაუბედურებულები, ბრუნდებიან ირანში, რომ იბრძოლონ შახის ერთ-ერთი შვილი ზად არის ჩამოვიდეს და დაждდეს თვითმფრინავზე რომელიც მზად იყო უბრალოდ და ეს აღარ არის ხელცოცხალი რაღაცა გაურკვეველ მდგომარეობის გარდაიცვალა. ჩვენ გვაქვს საშუალება ეხლა რომ მოვძებნოთ როგორ გამოსავალი. თქვენ იცით რა მოხდება? თქვენ იცით როგორ დატრიალდება ამ ტოლულების შემოდინება რას გამოიწვევს? რა მოხდება? ფასები როგორ იქნება? მოსახლეობის განწყობა როგორ იქნება? ღმერთნებოზე ეთნო კონფლიქტი როგორ იქნება? აგერ თქვენ კითხულობთ გადაცემამდე აზერბაიჯანში ჩავიდნენ ჩვენები. სომხეთი ჩადის თურქეთში. ჩვენ ვიცით რა მოლაპარაკება შედგება? რას დაგვავალებენ? ხო, ვიცით რომ თურქეთი რეგიონის მაყურებელია. მოდი ეშე ამ სიტყვაზე, ხო? ეს ადრე გვითქვამს რომ ამერიკის შეერთებული შტატების თვალი, ხელი, როგორც ნატოს ჯარის მონაწილე, ესევე არის, ესა რა ქვია, თურქეთი არის გავლენის მისი გავლენის სფეროა. თურქეთის ყველაზე განვითარებული სადაზვერო ქსელი აქვს ზოგადად. მე არ ვიძახი კონკრეტულად საქართველოში ზოგადად ყავს საკმაოდ ძლიერი დაზვერვა. და თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანი, ახლა მე მინდა ასევე კიდევ უფრო გავშალო ის საკითხი. რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა რომ სამხრივი შეხვედრის ფორმატი იქ მიწისძვრაზე იყო საუბარი, როდესაც თურქეთში მიწისძვრა მოხდა, მაშინ ვერ შედგა ეს შეხვედრა, მაგრამ აზერბაიჯანიც ტყუილად ვფიქრობ არ არის იქ ნახსენები, ვინაიდან ირანში ჩრდილოეთ ნაწილში საკმაოდ მსხვილი ქალაქია თებრიზი, რომელიც ითვლება ამ ეთნიკური აზერბაიჯანელების ერთ-ერთ ცენტრად. და თუ კი ეს ლტოლვილთა ნაკადი იქნება, როგორც ჩანს, ბჭობენ და მსჯელობენ, რა რაოდენობის ლტოლვილი უნდა შემოვიდეს კავკასიაში. ყველაფერსო თავი გავანებოთ, ახლა ნუ აი ჟირინოვსკის ხომ მიაჩნდათ ნახევრად ესეთ კომიკურ ფიგურად, თუმცა ის იყო აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორი. და ამ ბოლო პერიოდში ატრიალებენ მის არაერთ გამოსვლას, სადაც 20 წლით ადრე აქვს ნათქვამი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და პრინციპში წინასწარმეტყველება იყო. რაც თქვა ზუსტად ისე ვითარდება მიჯრით ეს მდგომარეობა რომ ისიც თქვა რომ პირველი დარტყმას მიიტანს ისრაელი ირანზე რაც მოხდა კიდეც მაგრამ აი ეს საკითხი დგას რომ თუ კი ახლა იქნება მასირებული შეტევა ირანის პოტენციალზე მოხდება დაბომბვები ავიაცია იმუშავებს თუ ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებენ თუ რაცა ნუ ნებისმიერი სახით დაიწყება მსხვილი იერიში ირანზე დღის წესრიგში დგება ის საკითხი რაც ქვია საკმაოდ დიდი მოცულობით ლტოლვილების წამოსვლა ჩრდილოეთ ნაწილში
და მინდა გითხრათ, რომ აი იმავე ემჟირინოვსკიმ ზუსტად ესეც თქვა, რომ პრობლემის წინაშე დგებიან ჩამოთვალა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ამ სამ ქვეყანას წალეკავენ ლტოლვილებიო. ბავშვ დავით, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საზღვარზე კონტროლი იქნება, თუმცა საზღვარზეც გამშვებ პუნქტებში როგორ ხდება, როდესაც მასა შეუძლია მასამ ხალხის მასამ წალეკოს ეს საკონტროლო გამშვები პუნქტები. ამის ანალოგებიც არის არაერთი. ანუ პრეცედენტები ყოფილა ასეთი. კი არა, მე მაგი ვიგულისხმე, რომ აქ კონტროლი შეუძლებელი იქნება, მათი გაკონტროლება, გამწარებული ხალხის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. და ჩვენ ისევ გეოპოლიტიკას ვეჯახებით, რა ისევ გეოპოლიტიკას ვეჯახებით, რომელიც ჩვენთვის 30 წელი ვერ ჩამოყალიბდა და ეს ქვეყანა უკომპასო გემივით დაპროწიალობს აქეთ-იქით და ხან მიეხეთქება, ხან ვის მიეხეთქება, ხან რა უნდა ქვეყანა, რომელსაც ვერ გაიგო რა უნდა. რომელსაც უთხრეს არაფერი შენ აღარ გექნება არც ნატო, არც ევროკავშირი და მაპატია და ვეტენებით იქ საიდანაც გვაგდებენ წიხლით. მაინც დედა უნდა გვაგინონ. გაუქმებენ იმ სავიზო რეჟიმს. კი ბატონო, მიცხოვრია სავიზო რეჟიმის გარეშე და კიდევ ვიცხოვრებ რამდენი სამაკ დარჩენილი. არანაირი სურვილი არ მაქვს იმ სავიზო რეჟიმის გამო. აქ ჩემი ქვეყანა გამოუბედურო. მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეში თბილისში ქართველი არ იყო, ხახნო, უმცირესობა იყო, 80% ჩამოსული იყო სოფლებში და რეგიონებში თუ იყო სადმე ქართველი. ეს თუ გინდა ძმაო, კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ყავდეთ ეს ნაირფერი ქალაქი და ატარონ ხინკლები, ესე ამოტრიალებული იმ შენ მომტანებმა, ხო? აქამდე მივედით, ერი ისეა დაცემული, წარმოდგენა არა აქვს, რაზე აწერს ხელს, რას აკეთებს, ახლა გამოხტებიან. ვიტყვი, ჩვენ ხო ევროპულ კონვენციებზე რაღაც კონვენციებს თავზე დაგვახევენ, ბატონო დავით. ცოტა არ მოგოჩვენება, ვისთან ვლაპარაკობთ? ირანი პირველი დღიდან 1905 წელს რა მოხეთქა იქ ნავთობმა 1908 წელს აღარ მახსოვს. იმ დღიდან უკვე გახდა ბრიტანეთის და რუსეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი წერტილი. 1908 წელს შეიქმნა ბრიტის პეტროლიუმი ერთობლივი, სპარსეთი ბრიტანეთის კომპანია. აი იქიდან მოყოლებული ბრიტანელებმა და რუსებმა გაიყვეს ეს ქვეყანა, ჩრდილოეთი იყო რუსეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთ დასავლეთ ნაწილი იყო ბრიტანელების. მერე დადგა საფრთხე, რომ გერმანიის ფაშისტურ რეჟიმს არ ჩაეგდო ხელში ირანი. 25 წელს ხო შეიცვალა, რებრენდინგი მოხდა, თუ არ ვთქვი 25 წელი თუ 27. რებრენდინგი მოხდა და სპარსეთის მაგრად დაერქვა ეს რა ქვია ირანი. მერე სხვა პრობლემა დადგა. ანუ ამ ქვეყანას აქვს თავის დანიშნულება, თავის ფუნქცია, გარდა ისტორიული, კულტურული ფუნქციისა, უკვე შეიძინა მე-20 საუკუნის დასაწყისში, უკვე ეკონომიკური ინტერესი გაჩნდა. იყო წლები, როდესაც მსოფლიო ნავთობის 10-15-20%-ზე ადიოდა მისი ამოღება, ანუ მიწოდება მსოფლიოს და აი ეს პერიოდია თქვენ რო თქვით, რომ არაფერს არ აწარმოებდნენ. იყვნენ ამ ნავთობის ამოღებაზე, გაყიდვაზე და საკმაოდ ახლა ეს დიდი ისტორია, ვის რამდენი პროცენტი მიქონდა. მაგრამ და კიდე ერთი ახალგაზრდა ერიაო თქვენ თქვით. ახალგაზრდები წამოვლენ. ძირითადად ახალგაზრდები ხა ის ხალხი წამო, ვისაც შეუძლია სიარული და ვისაც შეუძლია თავის გადარჩენა და თავისი ცოლ-შვილის გადმოყვანა. მე ჩვენს რას ვაკეთებთ? აი ვინმე გამოვიდა დღეს ან ოპოზიცია, ან პოზიცია, დავანებოთ თავი ხელისუფლებას. ოპოზიცია გამოვიდა თქვა, რომ აი როგორ ამ შემთხვევაში რა ზომებს მიმართავთ. ევროკავშირის მიმართავთ ფინანსური დახმარებისთვის, მატერიალური დახმარებისთვის, ტოლმის რო იღებ, იქ რაღაცა პრეფერენციები უნდა კონდეს შენ. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ვინმე მესაკითხი ელემენტარულად გაწერა, ეჭვმეპარება. არავის არ აინტერესებს. ყველას აინტერესებს ახლა ადგილობრივ არჩევნებზე 3 ტუტუცი პარტია მიიღებს მონაწილეობას თუ არა და მე-4 ტუტუცი პარტია უარს იტყვის. თუ იმ ყოფილმა პრემიერმა რაღაც საგუშაგო გახსნა და ანუ უკვე ისეთ რა არის ლოგიკას გაცდა საქართველოს პოლიტიკა და პოლიტიკოსობა და პოლიტიკანობა გაცდა ყველა ლოგიკას. აგერ ომია მომდგარი კარზე და ესენი იმას რა ქვია ყოფილ პრემიერს რომელიც ჯერ დანიშნეს მერე მოხსეს თუ deep state-ი უტევდა ამ ქვეყანას გეთქვათ მაშინ ბიძიკოებო deep state-ი გვიტევსო ეხლა რო ამობენ deep state-ო ბავშვებთ ხელისუფლებას მესმის აქ ბევრი პრობლემა ხელისუფლებამ პოსტფაქტუმ არ უნდა თქვას იმ დროს უნდა ეთქვა ხელისუფლებას რომ მე ესენი მიტევენ და ამ კაც მანიშნიებენ ხალხო მიშველეთ რაღაცა მაგრამ ასე ხდება დღესაც ეგეთი სიტუაცია გვაქვს არანაირი სურვილი დღეს ქართულ კაც თავის საკუთარ სამშობლოზე იზრუნოს არა აქვს
არა აქვს, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ეს სამშობლო მისთვის აქ მომავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ჩვენი შვილების თაობისთვის არიციან ბავშვობა რა ქნა. როგორ მოიქცენ, როგორ იცხოვრონ. გუშინ მასთან ვიყავი, ბატონ ნიკოლოსთან ვიყავი. ნუ განარკომანებული, ბაბადეთ იმპოტენციაზე იმპოტენტების სავსე საქართველოს. და მე გადმოდგები და აიზახე ჩვენი ქართველობა, ჩვენი რა ტრადიციები. ხახლო ქალიშვილობაზე დასცინიან უკვე ერთმანეთს. გოგოები ქალიშვილები რო არის დასცინიან, რადგან ქალიშვილობაა, რე გიჟი ხო არა ხარო. აი აქამდე მიიყვანე ქვეყანა, ხო? ყველამ ერთად 92 წლიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოსულიყავით აქამდე. დღეს რა უნდა ვქნათ? აი წარმოვიდგინეთ დღევანდელი მდგომარეობა. ფასები მაღაზიაში კრისას ესეთი მდგომარეობაა 5000 კაცი რო შემოვიდეს ბატონო დავით, ტოლვილი. 5000 კაცი. ჩათვალეთ რომ აქ შენ სიტუაციას უკვე ვეღარ მართავ. უმართავი სიტუაცია გვექნება. მორალურად საქართველოს მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ხალხი არის იმედ გაცრუებული. უყურებს, აი ხა ეს ხელმოწერებს დაუბრუნდები ისევ. ეს ხელმოწერები რომ ჩვენ დაგვეწყო დაახლოებით 3-4 წლის წინ, ამის მეოთხედი შედეგი არ ექნებოდა. იცით რატო? ჯერ კიდე ილუზიებში იყო ხალხი, რომ არის კაი დასავლეთი გველოდება. ილუზიებში. ეს ილუზიები სრულდება და თქვენ სწორედ თქვით. სექტემბრისთვის, როცა მორჩება ეს ადრე ან გვიან არ აქვს უკვე განაუწყვეტი მნიშვნელობა, შეიძლება აღმავალი იყოს ეს ვექტორი. იმიტომ რომ დაინახო რომ სხვა გზა აღარ აქვს შენ. რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. უკრაინის მაგალითის შემდეგ. აგერ დიდი შვიდეული შეხვედრა იყო. დატოვა ტრამპმა უთხრა, აბა კარგად იყავით, ახლა თქვენ და ვისადილებ და მივდივარო. მაკრონიც აძაგა. არც იმას უკრაინის იმას შეხვდა, რა ქვია, დამაქცევარს. რომელაც უკრაინა ჯერ უკრაინელი ხალხის, რა ვთქვა, ამას რო აირჩევენ. ანუ სრული შიზოფრენიაა სოფლიოში. ერთადერთი რითი ვიწყარებ, აქ ჩვენი შიზოფრენია, იმ შიზოფრენიასთან რაც ხდება სოფლიო მასშტაბით, არის ტრამპ შეიძლება ერთ-ორ თვეში გამოუცხადონ იმპიჩმენტი. კაც აღარ ემორჩილება პრაქტიკულად სპეცსამსახურები. აღარ ემორჩილება თავისი გარემოცვა აღარ ემორჩილება. ხვალ ვინ გაუხტება? ვინ ეტყვის ვარს, ვინ იქნება მაგისტერი არავინ არ იცის. ესე ტრამპის ფაქტორი მაინც საინტერესოა ამ ისრაელ-ირანის კონფლიქტში. ხო თავად კი უარყო რომ ჩვენ არანაირად არ ჩაურეულ ვართო. მეტიც იქ ვარი თქვა იყო ერთხელ განცხადება იმის თაობაზე რომ აუკრძალა სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია, მერე გუშინ გააკეთა განცხადება რომ მოშორება რო გვინდოდეს მოვაშორებდითო, სრული კაპიტულაციაო და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას იქნა აღიარებული ებრაელთა სურვილი და ოცნება იერუსალიმი დედაქალაქად, ისრაელის დედაქალაქად, ტრამპის სახელობის ქუჩაც არის იერუსალიმში და ასევე ის რომ შესაძლოა მას მართლაც ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ისრაელი მიიტანდა იერიშს ირანზე. იმიტომ რომ გამოჩნდა რომ ბაიდენის დაწყებული ეს ავანტურა უკრაინაში შედეგი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვერ დადო, ასე ვიტყოდი. ანუ არ არის შედეგიანი უკრაინის ეს კონფლიქტი, რისი იმედიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და ყველა გლობალისტ ლიბერალს, რომ არიქა ხვალ რუსეთი ჩამოიშლებაო, არ ჩამოიშალა რუსეთი, ახლა გაიხსნა მეორე ფრონტი ოღონ ირანში. ირანშიც უნდა იგივე იყო ირანში ტენდენცია როგორია სააგენტოებში და უფრო დასავლურ მედიაში. რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორები ხო არიან, ოდეკაბეს წევრები არიან, უпроსტად იქ ირანი დამკვირვებელი იყო, მაგრამ შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან. ასევე ირანი ბრიქსშია ხო, ამას წინათ მიიღეს. ანუ რუსეთი არ ეხმარება, ვერ დაეხმარება ირანს. რუსეთმა დღეს გააკეთა მათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ ისეთი განცხადება, ნუ აქ ეხება იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებმა ირანში. ანუ ნათანსში, ისფახანში, ფორდოში, ან თუკი სადაც კი აქვთ განლაგებული ეს ირანის გამდიდრების ჩაწყობილია გირლანდები, ეგრეთ წოდებული ურანის გამდიდრების, იქ ასეთმა წერტილოვანმა დარტყმებმა შეიძლება მართლაც გამოიწვიოს გაჟონვა ამ რადიაციული კომპონენტების
რაც მართლა რეგიონს საფრთხე შეუქმნის. და ეს არ არის მხოლოდ ირანი, ჩვენი პირდაპირი არა, მაგრამ დაახლოებით 800-დან 1000 კილომეტრამდე არის მანძილი ირანამდე. ნუ აქ იგულისხმება როგორც სამანქანეგზა, ასევე პირდაპირი ვექტორით, გეოგრაფიულით. და საწამოა ეს ღრუბელი ჩვენ გვახსოვს რომ 86 წელს ახლა ზოგი წყაროები უარყოფენ, ზოგი წყაროები ადასტურებენ, მაგრამ დადასტურებისთვის ისიც კმარა რომ 86 წელს, როდესაც მოხდა ჩერნობილში ეს რადიაციული ღრუბელის მოძრაობა და გაიფანტა ხო ატმოსფეროში. ყველაზე მსხვილი ტექნოგენური კატასტროფა იყო. საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით იმატა 1-2 ონკოლოგიურად დაავადებებმა. ონკოლოგიამ, გავრცელებამ. კი ბატონო. ხო და ეს საფრთხე არსებობს და დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ამასთან დაკავშირებით ქონდა განცხადება. ბავშვებთ, მოდით ახლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ რეგიონს და ისევ რუსეთს. იმიტომ რომ ამის გარეშე, აი ხა დღეს დარეკა დაახლოებით 10 კაც ველაპარაკე რა დილიდან რომ შემოვედი ოფისში, როგორც მობილური გავხსენი, დაახლოებით 30 ზარი იყო. მე ჩვენ თანამშრომლებს ვთხოვე რომ დამეხმარეთ მეთქი და სანამ მოვიდოდნენ მე ვესაუბრებოდი ხალხს რა. აი მე რომელიც ამ მრავალწლიანი აღარ მინდა ამ წლების 10 წლების მწვენია უკვე. მე ვარ გაოცებული ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ხალხის საღიაზროვნების. ნებისმიერი ზარი დღეს იყო რომ ხალხო იქნებ რამე ვქნათ, იქნებ რამე ქნათ, მე ვთხარი ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ ვიზავთ. იქნებ ერთად ვქნათ. იმიტომ რომ მოსახლეობა და ჩვენი მაცხოვრებელი ხალხი გზნობს რომ რუსეთის გარეშე აი ეს ყველაფერი რაც ხდება, უყურეთ ასოცირება რაზე არის ბატონო დავით. ეს ხალხი დაახლოებით, აი ჩემი ასაკის ცოტა უფროსები თქვენს ნაწილობრივ, ხო? მათი მეხსიერება რა ის იმას კი არ მისტერიან რაღაცა. არა, ისინი სტაბილურობას და მშვიდობას და ხვალდელი დღის იმედზე. ანუ ქართველი კაცის აზროვნებაში რუსეთი მე არ ვამბობ აი ამ მომსპარ იმაზე რა ქვია გამოლენჩებულ და გამოთაყვანებულ ზდასრულზე და ახალგაზრდაზე ამათ არაფერი არ ეშულებათ ამათ მდგომარეობა ძალიან მძიმე არის ნორმალურად მოაზროვნე ხალხის ტვინში და მე რამდენიმე დღის წინ ისეთმა ადამიანებმა მითხრა რომ ალბათ შენ მართალი ხარო მისთვის ეს ძალიან ძნელი იყო და მე მადლობა მინდა აქედან შეუთვალო რომ მან მონახა თავის თავში გადატეხა ძალა რეკამენდა იქნებ დაელაპარაკოს ხელისუფლებამ იმიტომ რომ სხვა შანსი შენ არ აქვს ყველა წითელი ხაზი ბატონო დავით ყველამ გადაკვეთა უკვე რუსეთმაც გადაკვეთა წითელი ხაზები აი დღეს რაც სუმის ოლქში ხდება რაც ხარკოვში ხდება რაც კიევში ხდება ეს ახლა როგორ ფიქრობ თქვენ 3 თვის წინ არ შეეძლო ამის გაკეთება რუსეთს თავისუფლად შეეძლო ზუსტად იგივე იარაღი და ზუსტად იგივე შემადგენლობით მაგრამ ყველა იცავდა ჯერჯერობით რაღაცას ანუ ჩვენ ბევრჯერ გვითხრავს რომ და ექსპერტები რომ რატო აჭიანურებს რუსეთი რატო ხდება ამის გაჭიანურება ანუ წითელ ხაზებს ყველა თამაშის წესებს ერგებოდა რუსეთი და ერგებოდა ამერიკის დასავლეთის ყველაფერს ინტერესებს ითვალისწინებდნენ ეხლა ვინ დააჯერებს იმას რომ ტაურუსი რომელიც არის გერმანული წარმოების შორი მანძილის იარაღი უკრაინულ თვითმფრინავზეა მიმაგრებული ის მხოლოდ მიმაგრდება დღეს ვკითხულობდი იმიტომ ის მხოლოდ მიმაგრდება გერმანულ თვითმფრინავზე რომელშიც გერმანელი მფრინავის იგივე ფრანგული წარმოების იგივე Storm Shadow თუ რაღაცა რო ქვია ის ბრიტანულზე ნუ ყველაფერი იცოდა რუსმა იცოდა რომ ამერიკელები და ფრანგები ბომბავდნენ ამერიკელებმა იცოდნენ იმაში რა ქვია ვიეტნამში რომ რუსი მფრინავები საბჭოთა მფრინავები მაგრამ ეს იყო ვიეტნამში ეს იყო შეთანხმება ყველა სპეცსამსახურმა საბჭოთა კავშირში თუ დღესაც ყველა სპეცსამსახურმა იცის მეორე სპეცსამსახურის თანამშრომელი ვინ არის მაგრამ არც თავში ურტყავენ არც მანქანას აჯახებენ არც წამლავენ იმიტომ რომ არის რაღაცა შეთანხმებები რომელიც არ ირღვება ეხლა ყველაფერი დაირღვა ტრამპმა ვერც უკრაინა ვერ დაამთავრა უფრო მეტიც ის წითელი ხაზები გადაალახია რუსებს და ეს რუსები თავს იკავებდნენ დღეს რაზეა საუბარი კულუარულად რომ რუსებმა უნდა წამოიღონ მთელი შავი ზღვის სანაპირო პრაქტიკულად უკრაინა უნდა მოწყვიტონ შავ ზღვას ამაზე მაშინ ლაპარაკი არ იყო მაშინ იყო ლაპარაკი 4 აღიარებულზე და კიდე 2-ზე იყო ლაპარაკი და ეს იყო სავაჭრო დღეს უკვე სავაჭრო ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან აქ მთელი უკრაინა იქ უკრაინის საზღვრებთან მეზობლებმა მობილიზება გაუკეთეს თავის
ჯარებს, იმიტომ კი რომ შევლენ. არ იციან როგორ დაიშლება ეს ქვეყანა. და ყველა წითელი ხაზი რომ გადალახულია ყველას. და დღეს რომ 30 თუ გუშინ აღარ მახსოვს უსმენდი 30 გასამართი საწვავ გასამართი ქვია თვითმფრინავი გაეშურა იმისკენ რა ქვია კონფლიქტის ზონაში. ანუ ამერიკელები თუ ამაში ჩაერთვნენ ამაში ჩაერთვა მე მთელი მსოფლიო ასე ვთქვათ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვევს. ტრამპს ეხლა შანსი აღარ აქვს. უკრაინა პრაქტიკულად ვერ დაალაგა ირანთან დაკავშირებით. ისრაელი უკვე მოთხოვს, იმიტომ რომ ამტეხე ბიძიკო. მაშინ ახლა მომხედე. ანუ შენ რომ მეუბნეოდი მე რომ ამას რომ დაარტყავ. ეხლა მე დიდ პატივს ვცემ ყველა დაზვერვას, მით უმეტეს დიდი ქვეყნების დაზვერვები ეს და ეს ორივე ქვეყანა დიდია, ირანის და ისრაელის აი ამ კუთხით. იმპერიული ქვეყნებია თავისი აზროვნები და დაზვერვის კუთხით. მაგრამ არის კიდე მათ ეხმარებიან. ამერიკელები ისრაელს ეხმარება, კი ამბობს რომ არ ეხმარებითო, მაგრამ ამბობენ ირანელები რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში არის თავიდან ბოლომდე ჩართული. ეხლა რუსეთმა რა უნდა ქნას? რუსეთი ახლა იჯდება ესე წყნარა და უყურებს როგორ იქნება მის საზღვრებთან მორიგი აფეთქებები და იმას ააფეთქებიებს რომ საქართველოში ახლა შემოვიდნენ აქ ტოლვილები აქ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება საკუთარი თავი ვერ გვირჩენია საკუთარი თავს ვერ გამოქვეყანას არ აქვს საკუთარი სასურსათო უსაფრთხოება არ აქვს 90% შემოდის უცხოური საკვები. ლობიოს 96% შემოდის. აგერ სტატისტიკა გახსნა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რას ნიორი, ლობიო, პამიდორი, კიტრი. ანუ ყველაფერი შემოსული. სოფელი მომსპარია და ამის ფონზე შენ არანაირი სტრატეგია არ აქვს. სახელმწიფოს და ხელისუფლებას კი არ აქვს სტრატეგია. საქართველოს ქართლს აღარ აქვს სტრატეგია. მისი სტრატეგია დღეს რაღაცა ვიშოვნო, შევჭამულა ხვალ პოსლემინა ხოც პატოპო ამ მდგომარეობაში არიან. დააგროვებენ, ბიჭო, აი შენე სასახლეები, აი და გონიათ განაღდებულია. ძალიან ბევრს ეგონა ესე, ბატონო დავით. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეგონათ. რომ რაღაცა ეს იფიქრეთ ხელისუფლება პირველ რიგში და ყველა ის ქართველი, რომელიც თავის თავს თulis ქართველად და დღეს მაპატიეთ უკვე ზომაწონა დაკარგა ბიზნესმა. 300-400%-ზე მუშაობენ. ამა ესეც ხო ხელისუფლება არ არის, ხო? შენ ხო უნდა ადამიანად იგზნო, შენ ხო ადამიანი უნდა იყო. მეორე რომ შეიკვდება რამდენჯერ ვისაუბრეთ. რატო ატყავებ იმ ადამიანს? აი გნებავთ, ღმერთის ნება დავარქვათ, ღმერთის ნება არ არის ადამიანის და ქვეყნის დასჯა. ის თავის ცოდვების ჭის მე ასე მასწავლეს და ესე მესმის მე. როცა აი ამას აკეთებს ქვეყანა, როცა ქვეყანა სრულ დეგენერატიზმშია შესული. მარაზმატიკები გავხდით. მოხდება ის და მოხდება ის გამოგზავნის ზევიდან ძალები ისეთ ფიზიკურ ძალებს რომელიც ჩვენ დაგვჯის და ჩვენ აქეთკენ აი მივდივართ გამალებული ნაბიჯებით და კაციშვილი არ სწავს ამ საკითხს აი როგორ მოვიქცეთ რომ აი მოხდა ეს რა გავაკეთოთ მე ხვალ რა ვქნათ დაქვე ვიტყოდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მარია ზახაროვა წარმომადგენელი აქვეყნებს სააგენტო ანადოლუ თურქეთის საინფორმაციო სააგენტო მის განცხადებას რომ სოფლიო მილიმეტრებშია ბირთვული კატასტროფიდან ახლო აღმოსავლეთში. ანუ ეს ხო არ დასიზმრებია ახლა დიდი მოცულობის ინფორმაციას ფლობენ და ასეთი განცხადებათან თურქული საიტი რო აქვეყნებს ვფიქრობ რომ ნიშანდობლივია ანუ როგორც ჩანს ის თვითმფრინავები რაც თქვენ ბრძანეთ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაისროლა იქ 30-მდე თვითმფრინავი რომელიც ამარაგებს თქო საწვავით ჰაერში გამართვის როგორც ჩანს იქ არის მოსალოდნელი რაღაც სერიოზული სად გავექცევით იმ ფაქტს რომ ამერიკელები იყვნენ პირველი და ერთადერთი ქვეყანა რომელმაც მართლა ცოცხალ ადამიანებზე გამოიყენა ეს ბირთვული დარტყმები მაშინ 45 წელს. აი ბავშვებთ როგორც დღეს ტრამპს აღარ აქვს იმის უფლება რომ ამ კონფლიქტში არ ჩაერიოს თელი თავის ძალით ასევე ნეთანიაჰუს არ ქონდა უფლება რომ ღაზა სექტორისთვის არ დაერტყა. როცა მოხდა აი ეს ღრმადაა დარწმუნებული ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც ხელი უნდა გაეხსნა მე მოკეთ ეს სხვა თემაა, ნუ შევეხებით. დღეს ყველა არის იძულებული გადადგას წითელი ხაზები დაარღვიოს. სოფლიო მივიდა მესამე სოფლიო ომამდე.
მე მაინც ვიტოვებ იმედს რომ ეს არ გადავა დიდ ბირთვულ დაპირისპირებაში და ნახევარი ევრაზიის ტერიტორია არ მოიწამლება, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი რო იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული, რომ სხვანაირად შენ ამ მსოფლიოს ვეღარ დაალაგებ. ნებით ვერ დაიბრუნებს ვერც ერთი მხარე, ვერც მეორე მხარე, ვერც მესამე და ვერც მეოთხე. პაკისტანის ამბავი, ხო, აი პაკისტანი თითქოს უკვე დაწყებული იყო, ხო, ერთი 10 დღის წინ. ხო გახსოვთ? ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი. ისე უცბად ჩააქრეს, იმიტომ რომ პაკისტანს აღარ ქონდა იარაღი, რაც იარაღი ქონდა პაკისტანს, ყველაფერი გადმოატანიეს უკრაინაში. პაკისტანი იყო პრაქტიკულად განიარაღებული და რამდენიმე დღის ამბავი იყო, რომ ინდოეთ შეეტია. მაგრამ პაკისტანიც არის ბირთვული კლუბის წევრი და პაკისტანის ხელისუფლებამ უკვე თქვა, რომ თუ კი ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული ესეთი ტაქტიკური და ტიპის იარაღი, პაკისტანი არ დარჩება ვალში და ისიც როგორც ირანის პარტნიორი ისიც მიიღებს ზომებს. აქ იგულისხმებოდა ისრაელის წინააღმდეგ. აი, კიდევ ერთხელ ჩემ შეშფოთებას ადამიანურ წუხილს გამოვთქვა როგორც ირანელი, ასევე ებრაელი ხალხის მიმართ. მაგრამ ფაქტი იყო, რომ ატეხილი არის მსოფლიო. სადღაც უნდა გამსკდარიყო ეს ამბავი. სადღაც უნდა მოხდარიყო და როგორც ნაცინასამეთვალები იყო თუ ჟირინოვსკი ამბობდა თუ სხვებიც ამბობდნენ, ეს რეგიონი, მე რატო დავიწყე 1908 წლიდან, ეს რეგიონი მუდმივად ფეთქებადი იყო. როგორც კი გაიზარდა მოხმარება საწვავის ნავთმა თავის ფასი მიიღო, ეს რეგიონი გახდა მუდმივად ბრძოლის ველად. მუდმივ ბრძოლის ველად. ვეღარ გაძღნენ ბატონო. სტალინის დივიზია, ქართული დივიზია ყავდა წარგზავნილი ირანში იდგნენ. სწორედ ეს პერიოდია თქვენ ახსენეთ, მაშინ ის კი უფრო ადრე იყო ეს ბრიტიშ პეტროლიუმი და საუკუნის დასაწყისში, მაგრამ სამამულო ომამდე და მის შემდეგ მთელი საკმაო პერიოდი იდგა სწორედ ქართული დივიზია იქ, ანუ იცავდა იმ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს. და მეტროც ახსენეთ თქვენ, რატომ თბილისი, რომელიც არ იყო მაშინ მილიონიანი ქალაქი და ამერიკელებს ჰქონდა ორი გეგმა, ჯერ იყო 40 ქალაქი უნდა დაბომბილიყო, შემდეგ 200 ქალაქი უნდა დაბომბილიყო. ბირთვული შეტევა უნდა განხორციელებულიყო ამ საბჭოთა ქალაქებზე, მათ შორის იყო ქართული ქალაქებიც თბილისის ჩათვლით. და მაშინ იქნა სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ თბილისში დაეწყოთ მეტროს მშენებლობა. როგორც ესეთი სტრატეგიული თავდაცვითი ობიექტის, რომ მთელი ეს მოსახლეობა ჩასულიყო ამ მეტროს სადგურებში და იქ ეშველა თავისთვის. თუ კი მოხდებოდა შეტევა. ის რაოდენობა, რომელიც მაშინ იყო თბილისში, აი ეს მეტროს სადგურები კიდე 1000 განშტოება ყოფილა შეგიძლია. თქვენ კიდე სოლოლაკის გვირაბზე თქვით, ხო? თუ არ ვცდები, ისიც იყო თავშესაფარი. კიდევ გეტყვით, ახლა ისანში იყო ასეთივე თავშესაფარი, იქ იყო უზარმაზარი ტროლეიბუსების და ტრამვაების პარკი. კი იძახიან, რომ ეს ტრანსპორტი ეკონომიკური ხო და უზარმაზარი ახლა ცათამბჯენები უნდა აშენდეს იქ. ხო და იქ იყო ასევე ესეთი თავდაცვითი ობიექტი. ანუ მოსახლეობა ძალიან ბევრი ობიექტი იყო, რომელიც ახლა დალუქული, გაუბედურებული, წყალჩასული, წყალწაღებული. ისევე როგორც სოფლიოა უკვე წყალწაღებული და არავის არ ეგონოს ის, რომ ის ევროპის ლამაზ ქალაქებს ეს შერჩებათ. არ შერჩება, არავის არ შერჩება ნაძარცვი, არავის არ შერჩება მოპარული. შეიძლება რაღაცა პერიოდი შერჩეს, მაგრამ ეს დრო აჩქარებული არის. დღევანდელი მსოფლიოს პრაქტიკულად 80% მოსახლეობის არის ან შიმშილის ზღვარზე, ან სიღარიბის ზღვარზე, 20% არც. მაქსიმუმი 20% ვაბუ გადაჭამა მსოფლიო და საქართველოს მოსახლეობის კიდე ერთხელ გასაგონდა და ჩემ თავს შემოუძახებ და ჩემ ახლობლებს რა. გონს მოვიდეთ. მოვრჩეთ ამ კეკლუცობას და მოვრჩეთ ამ მასხარაობას ამ ქვეყანაში. 35 წელი მასხარაობს ქვეყანა. და მაიმუნობაშია. აი ეხლა დადგა X დღე და კიდე ერთხელ ეს ხელმოწერები ჩვენ ილუზია კი არ გქონდა და კი არ დაგვესიზმრა რომ საჭირო იყო. ეს არის საჭირო ხელისუფლებამ დაინახოს რომ 250,000 ქართველი საღათ მოაზროვნე კიდევ ამბობ და მე ხმამაღლა ვიტყვი რომ ვინც ამაზე ხელს აწერს ყველა საღათ მოაზროვნე და ყველა სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი და ჩემი პატივისცემა მათ. რომ სხვა გზა შენ აღარა გაქვს, დამთავრებულია მორჩა. ნუ მიგვიყვანენ იმ მდგომარეობაში 1801 წელს რა წერილის მიწერა გიორგი მე-12-მ, რომ ახვეწიეს. დღეს უარესი იქნება, დღეს რუსეთი აღარაა საბჭოთა კავშირი.
დღეს რუსეთში აღარ არიან საბჭოთა მენტალობის ხალხი, იცვლება, თაობები იცვლება. ჯერ კიდე არის მეხსიერება, ჯერ კიდე გველოდებიან ადამიანურად რომ მივიდეთ და არა მუხლებზე და ხოხვით რო არ მივიდეთ. სადღაც დაგვრცენიან კიდე. ძალიან ბევრი გაბრაზდება. თურქები გახდნენ, თქვენი მეგობრებიო? ხო, თურქები საუკუნეების მანძილზე თავებს აჭირდნენ. 1000-ობით რუსი შეეწირა საქართველოს თურქეთისგან განთავისუფლებას და ესენი თურქეთის ლოგინში ჩახტა ნახევარი საქართველო. აი, ამის მერე, ბატონო დავით, რაც არ უნდა დაგვემართოს, ხო? მე ვერავისგან, ეს რა მოგვივიდაო. კიდე კარგად ავარ ჩვენ. კიდე კარგ უარესად უნდა ვიყოთ. არა ვარ ჩვენი მისგირსები, რაც მოვიპოვეთ, რაც ვერ შევირგეთ. მე მსგავსი უმადურობა. რუსეთს რა ჭირს, ეს მისი ის არის. იგივე დაუბრუნდები სტალინის და ბერიას ამბავს რა. უმადურობა, სტალინის მიმართ უმადური ხარ, კაი კაცო, იმან შეგიქმნა ის, რითაც ჩვენ დღეს ამაყობ და ვერ გიხსენებია. და ქართველს კიდე სტალინი ვერ უხსენებია, იმდენ მიგვაჩვორეს ამ დასავლური ორიენტაციით. აი თქვენ რა სხვაობაზე ახსენეთ, რომ როგორ იყო 30 წლის წინოდა მთელი ეს პერიოდი. სტალინი გინდა არ გინდა გაგახსენდება იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს იალტაში ცნობილი სიტყვები, რომ ახლა სულ მცირე 50 წლით პრობლემა დაიხურავო. აი მაშინ, როდესაც ამ რუსეთის ქოლგის ქვეშ იყო საბჭოეთის დროს საქართველო, იმიტომ ვერ გზნობდა რიგითი ქართველიც რაიმე საფრთხეს. რა ლტოლვილი, რის ირანი, რა თურქეთი, რა ბირთვული ომი, ანუ გასაგებია 2 წელი თურქეთის საზღვარზე ვიყავი ახალციხეში. თაშდა ერთი კაცი გადმოდიოდა იქიდან და ერთს უნდა აქედან გადასვლა და ორივე დავიჭერეთ. ხო, აი ესეთი მომენტი იყო. გადასვლა არის შექმნა ეს ქოლგა, ბუნებრივი ქოლგა იყო. ელემენტარულად ქართველი ადამიანი ვერ გრძნობდა რაიმე საფრთხეს. ერთადერთი იყო, მაშინ ახშობდნენ ჯერ კიდე რადიოს, მაშინ სუდად ახშობდნენ. მე თუ მკითხავთ, ბატონო დავით, ძალიან სულად ახშობდნენ, იმიტომ რომ ის 70-იანი წლები უკვე პრაქტიკულად საბჭოთა ნომენკლატურას მიყიდული ქონდა, ისა რა ქვია, საბჭოთა კავშირი დასავლეთზე. ანგლია და ამერიკა ჟურნალები ჩამოდიოდა და ცეკას წევრებს და რაიკომის მდივანებს უგზავნიდნენ. ანგლია იყო პატარა და ამერიკა იყო დიდი. და ყოველ რაიკომის მდივანებს და აღმასკომის თავმჯდომარეებს და კგბ-ს უფროსებს რაიონში ჩაქონდათ პოსტის უფროსებს ჩამოდიოდნენ თვეში ერთხელ. რა გიამერიკელებია, რატო იცით? გაძღა ქართველი, გაძღა ეს ჩინოვნიკი და დაეზარა უკვე ერთ და იგივე პიჯაკი რო ცმოდა 5 წალი რო ქონდა თუ 10 წალი ერთ და იგივე ფერის, ერთ და იგივე ხარისხის და არიქა ევროპელები გავხდებითო. მარტო ჩვენ კი არა, მთელი პოსტსაბჭოური ელიტა გათახსირდა იმ პერიოდში. მე 80-იან წლებს ვამბობ უკვე. როცა 3000 მანეთი გახდა კომპარტიაში შესვლა და როცა კაცი თუ გთამს არიღებდა, ადგილს აფუჭებსო და აგდებდნენ. მე ცეკაშში მუშაობდი 85-ში დავიწყე იქ მუშაობა. კაცი თუ გთამს არიღებდა, გამოაგდებდნენ სამსახურში. ახლა თუ საქმო ადგილი ქონდა და კანცელარიაში არ მუშაობდა, ხაღალს არ წერდა, ეს სხვა ამბავია. დასკვნები გასაკეთებელი გვაქვს ძალიან სერიოზული. იმაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. დღეს არ არის 90 წელი. დღეს ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის არის კატასტროფა, აი ზღვარზეა, როდის აფეთქდება, როდის გახეთქავს სიტუაციას არავინ არ იცის. და ამ დროს შენ მე უნდა გიმტკიცო, იმიტომ რომ ჩადი, ბიძიყო მოსკოვში, ჩადი, დაელაპარაკე ის კაცი გელოდება. არა. მე ევროპაში კიდე რაღაცა ნატო და რაღაცა ბოდვებში ვართ. რო ვიღაცა აფერისტი ამერიკისგან გამოზდილი, ქუჩაში არ გამომივარდეს. იმიტომ საუბრობთ, 30 კაცი გიკეტავს მესამე თვია თუ მეოთხე თვია ამ რუსთაველს, ხო? კარგი რა, მოკიდე ხელი და გაარიდე რა. ხო, ნუ არა, ეს პატარ-პატარ რაღაცეები. ქმნის რომ ქვეყანა მომზადებული არ არის. ქვეყანა მომზადებული არ არის ამისთვის. აი ეს პატარ-პატარ რაღაცებზე ხარჯავთ ენერგიას, ჩხუბობთ, ერთმანეთს თავყას უმტრებთ და ამ დროს ამ ხელა საფრთხისთვის არ ვარ მზად. ხო, და ეს საფრთხე არის რეალური, ახლა ჩინეთის საგარეო უწყება აორცელებს ასევე განცხადებას, რომ ირანიდან ჩინეთის 800-მდე მოქალაქეა ევაკუირებული. ევაკუაციების რიცხვიც არის გაზრდილი, აქ იგულისხმება სხვადასხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს საელჩოების მეშვეობით პირდაპირ სქემებია დახატული, მოყვანილი, სად რომელი გამსვლელი პუნქტებიდან უნდა გავიდნენ, იქნება ეს ირანი თუ ისრაელი. ორივე ქვეყნიდან არის დიდი ტალღა ევაკუაციის.
ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებიან იქ ამ ორ ქვეყანაში, როგორც ისრაელში, ასევე ირანში და აიათოლა ალი ხამენეი პასუხობს დონალდ ტრამპს, აი მწვავე განცხადებას, რომელიც გააკეთა მასთან დაკავშირებით, რომ მოშორებაო ინგლისურად მოვაშოროთო, ანუ იგულისხმარო ლიკვიდაციაო ხამენეისო და უპირობო დანებების შესახებ ტრამპის განცხადებაზე, უპირობო დანებებას ანუ კაპიტულაცია გვინდაო ირანის ხელისუფლებისო, ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან, ირანელი ხალხი არ დანებდება. ანუ ეს არის აიათოლა ალი ხამენეის განცხადება. აქ დავამატებ, რომ სამწუხარო რეალობაა ის, რომ დასავლეთში არ ესმით ირანელი ხალხის ეთნო ფსიქიკა. ეთნოფსიქიკა არ ესმით ამ ირანელი ხალხის. აი ოპოზიცია თუ არ არის ოპოზიცია, თუ ის ავტორიტარული ქვეყანაა, თუ კლერიკალები მართავენ ამ ქვეყანას, აქ არ აქვს მნიშვნელობა. ის ოპოზიციონერებიც დადგებიან ირანის საერთო ინტერესის დასაცავად. თუ ეს შეტევა კიდევ უფრო მწვავედ განხორციელდა ირანზე. ირანელები იდგებიან ალბათ ბოლომდე. მე რა ვთქვი, ჩამოდიან ირანში, ბრუნდებიან ირანში, ისინი ვის გაექცნენ ამ რეჟიმს, ამ მართლობას უბრალოდ და დაპატიმრებულები მაშვებიან. იცით როდის იყო, აი გუშინ წინ რო თქვა ირანმა მე მზადა ვარ შევწყვიტო ცეცხლიო. თუ ისინი შეწყვეტენო, აი ეს შეთანხმება რო არ მოხდა ამაზე რო წავედ დასავლეთ, უკვე გასაგები იყო, რომ უკან დასახევი, დასავლეთს უკან დასახევი გზა აღარა აქვს. ბუნებრივი პრობლემა ცხოველური შიში, შიერი დარჩეს. ყველაზე მძიმე არის, როდესაც ქურდ ბაცაცობით გამდიდრებული ევროპა და სხვების ხოცვა-ჟლეტით გამდიდრებული ევროპა შეიძლება აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც აი ახლა არის აზიის და აფრიკის ქვეყნები. არ ვამბობ მე, იმიტომ რომ მე ევროპა მიყვარს, არ მიყვარს. მათ 5 საუკუნიანი დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე და ზუსტად აი ამ ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი. აი ბრიტანელები იმაზე ზარბაზანზე რო აბავდნენ ხალხს და იმითი რომ მასშებებდნენ ხრეტდნენ ამას ხო მოფიქრება გინდა ეს ხო მოსაფიქრებელია ამის გაკეთება ხო ლეაპოლდი რო ყავდათ იქ კაციჭამია აი კაციჭამიების ქვეყანა ევროკავშირი კაციჭამიების ქვეყანა მიიღებს იმას რაც დაიმსახურა 5 საუკუნე დედა უტირებს სოფლიოს კი ბატონო ჩავდივარ ჰაუ რა კარგი შენობა როგორი დახვეწილი ბიჭო ის ფაშისტი იყო რო ატყავებდა კარგი მედიცინაა გერმანიაშიო უნარკოზოთ რეებს უკეთებდნენ ქალებს და რეებს კაცებს რეებს უკეთებდნენ ცხოველად არ უნდა გადაიქცეს ადამიანი თორე დასასრული აი ხა ჩვენ ვართ აი 5 წუთი გვიკლია ჩვენ ყველას ჩემი თამადობით რომ ჩვენ დავკარგოთ ადამიანის სახე და ვინც ომშია ნამყოფი და ვინც გვისმეს იცის ადამიანის სახე ომი როგორ აკარგიებს ძალიან გაწონასწორებულ ადამიანსაც კი სახეს და აქცევს კაციჭამიად აქამდე მიგვიყვანეს ერთმანეთს დაგვაჭმევიებენ და ვიღაცა ერთი 10 თუ 20 ოჯახი თუ 30 ოჯახი როგორც არის იჯდება სადაც კუნძულზე კაიჰაერზე უკვე გახიზნული ეყოლება თავის შვილები და შვილიშვილები უბრალოდ კოსმოსში ვერ ავიდნენ თორე ამდენად მიწას გადაბუგავდნენ და წაიღებდნენ თავმეთქონებას კი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ეს ეთყობა კი ეთყობა აჟიოტაჟი იყო ამ ბლეის მეტრეველის Mi-6-ის ხელმძღვანელად დანიშნაზე და ალბათ ახლა აქტიურობს თავის ამპლუას არ იცვლის ეს ქალი. ჩავა შენს ქართველი ხარ მეც ქართველი აი პროვინციალიზმი კიდე. რა თქმა უნდა. ეს აი პროვინციალიზმი ის არ არის სადაიბადება ადამიანი. შეიძლება შუაგულ ვაკეში დაიბადო და სოულაკში და ნებაში რა ქვია პრეხანოვზე და იყო მოთაებული ქაჯი. და შეიძლება დაიბადო აი ყველაზე ბოლო სოფელში. იმის იქით რომ მთები აღარ არის და იყო ადამიანი მოაზროვნე და ცივილური. პროვინციალიზმში არის საფრანგეთში დაბადებული ქალი არის პროვინციალკა ვერ წარმოგიდგენ რადონის აი პროვინციალიზმი კიდე ერთი თემა პროვინციალიზმი რაც აი როგორ გითხრათ რა ერთხელ ნათხოვი მაქვს ნახევარი წუთი მინდა კიდე გთხოვოთ შევარნაძე რო ჩამოვიდა საბჭოს წევრები და მე როგე პარლამენტი ხო აირჩია 92 წელს სერიოზულად განიხილავდნენ რას აკეთებს ისიც ბავშვი დავით გერმანიამ რა მოხდება რომ შეგვინახოს შევარნაძემ ხო ამხელა საქმე გაუკეთაო რომ
გაერთიანო და შეგვინახოსო კაცო რა პრობლემა არის მაშინ 4 მილიონი ვიყავით კიდე ცოტა მეტი ხო რა პრობლემა 4 მილიონი შენახვაო მე ვუნეოდი ხახნო თქვენ სად თქვენ ჭკუაზე ხართ რას ამბობთ რა მოხდა რა ანუ ეს ვიღაცა უნდა შემინახოს ამ პრინციპზე ვარ ის კი რომ პარტნიორი ვიპოვნო ვისთან არის უკეთესი არა უნდა შემინახო არავინ აღარ შეგინახავთ არც ის რუსეთი არ აპირებს არავის შენახვას იქნება პარტნიორული თანასწორი ურთიერთობა ყოველგვარი შენახვა შემონახვის გარეშე დიდი მადლობა ბატონო გადაცემაში სტუმრობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის მადლობა